სისხლის უანგარო დონაციის თემაზე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა. 8 ნამუშევრიდან 3-მა გაიმარჯვა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და IP საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით შედგა. კონკურსის მიზანია მოზარდებში სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 2011 წლის შემდეგ სისხლის უანგარო გაცემის მაჩვენებელი 8%-დან 51%-მდეა გაზრდილი. ორგანიზატორების განცხადებით პანდემიის პირობებში სისხლის გაცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პატარებმა გაითავისეს უანგარო დონაციის არსი, ყველა მათგანი გახდება იმედი მაქვს უანგარო დონორი და ამით ჩვენი მომავალ თაობას, თავიანთ მშობლებს, თავიანთ მეგობრების სიცოცხლეს გადაარჩენენ. ერთი დონორის სისხლით შესაძლებელია 3 ადამიანის სისხლის გადარჩენა. ზოგადად საქართველოს მოსახლეობას ძალიან ჭირდება უანგარო დონაციით მიღებული სისხლი, რომელიც ითვლება უსაფრთხო, ერთ-ერთ უსაფრთხო პროდუქტად. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ამ მონაწილეს იმ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც უკვე ბავშვობიდან ავლენენ.